პარტიებმა ვერ შეინარჩუნეს ბოიკოტის რეჟიმი, გულისხმობ გარკვეულწილად იმ შედეგებიდან გამომდინარე, მაინც აქცენტი კეთება ლელოზე და გახარიაზე და სამწუხაროდ ისინი შედიან ბიძინა-ივანიშვილის სპეცოპერაციაში, ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის ბოროტება, მათ გვიღალატეს ჩვენ რუსთაველის გამზის პირველ რიგში უღალატეს პოლიტპატიმრებს და უღალატეს საქართველოს და მათ უნდა დაერქვა თავიანთი სახელი. ის ხალხი, ვინც აქ იდგა რუსთაველის გამზზე და ასე ვთქვათ, გვატყუებდა, რომ თითქოს არჩევნებში არ შედიოდნენ, თურმე ემზადებოდნენ ეგრეთ წოდებული არჩევნებისთვის, რომ ბიძინას მისცენ ლეგიტიმაცია. თუმცა ეს ჩვენ ამას არაფრად არ მივიჩნევთ. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ხედვა. კერძოდ, ყველას, ვისაც შეგიძლია, ვისაც საქართველოს ტკივა და გჯერათ, რომ საქართველო გაიმარჯვოს, 4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ აქ, რუსთაველის გამზირზე. ეს შეკრება უნდა იყოს ძალიან მასშტაბური. ჩვენ რა გეგმები გვაქვს? ჩვენი გეგმები დამოკიდებულია იმასთან, თუ რამდენი ადამიანი დაიჯერებს და ირწმუნებს გამარჯვებას. სიმრავლით გამარჯვება არის ჩვენი